დილის 5 საათი იყო, დაახლოებით მე და ჩემი მეუღლე ვუყურებდით ტელევიზორს, ანუ ეზოს მხარეს. და ვინაიდან ანუ ამ კორპუსის საძინებლები აქ საპირისპირო მხარეს ალბათ სხვა მეზობლებმა ვერ დაინახეს და იყო ძალიან დიდი ხმა. ჩვენ ფანჯრებს აქვს ეგრეთ წოდებული რეშეტკები რკინის, რომელიც გაწეული არის, ანუ ფანჯარას ცდება და ჯერ იმას დაეცა რაღაც ძალიან დიდი სიმძიმით. ეხლა სულ არ ვიცოდი მე ცხოველი იყო თუ რა იყო და ჩემი მეუღლე იჯდა ფანჯარასთან და უცბად წამოხდა და როგორც კი გადაიხედა ეს რაღაც ანუ შავი ეხლა ვერ ვიტყვი ეს იყო ავაზა რა იყო იმიტომ რომ ეს ხო არ შემხვედრია და უბრალოდ ის თქვა რომ იყო კატაზე 3 ჯერ ალბათ დიდი თავიდან გვეგონა მაინც კატა იმიტომ რომ ხა მე-7 სართულზე რომ მე ვარ და ჩემს ზემოთ რაღაც ვარდება წარმოუდგენლად მიმაჩნია როგორ შეიძლება ეს იყოს ავაზა მაგრამ ისეთი სიმძიმით დაეცა მეზობლის მანქანას და ალბათ ნახეთ თქვენს ფაქტი რომ არის თლიანი პარპრესი თითქმის ჩალეწილია არის სისხლის ყვალის და არის ეს ცხოველის თმაც დაახლოებით 15 წუთში გამოვიძახეთ და მართლა 20 წამში მოვიდნენ აი ისეთი ოპერატიულები იყვნენ მოსვლის მხრივ რომ აი 20 წამში გაჩდნენ აქ ჩემი მეუღლეც ჩავიდა ნახეს ფაქტი ეს მანქანაც დაათვალიერეს ну, მათაც არარეალურად მიაჩნიათ, რომ ეს იყო კატა. იმიტომ რომ ამ სიმძიმით ვერც დაეცემოდაო, ვერც ესე ჩალეწავდაო მანქანასო და მათაც გაუჩნდათ ეჭვი, რომ ეს იყო ან ავაზა, ან რაღაც მსგავსი. ერთადერთი რის გამოც ვიკავებდი თავს ასთორმეთში დარკვეს, იყო ეგ, რომ როგორ ავხსნა, რომ ჩემს ზემოდან დამეცა რაღაც ცხოველი, მაგრამ ფაქტი თვალით რო არ მენახა, მე Facebook-ზე გამოვაქვეყნე პოსტიც, მე თვითონ შეიძლება და არ დამეჯერეს, სხვას რომ მოეყოლა და ახლა ჩემი თვალით ნახე, მართლა მიწის რომ მეგონა იმდენად სიმძიმით დაეცა ჩვენ ფანჯარას. ალბათ ღია რომ მქონდა ფანჯარა საფში შემომივარდა, არ ვიცი. ანუ ბაღიდან დაგვირეკეს, რომ დაცებელი ცხოველი შეუმჩნევიათ ქობულეთის ქუჩაზე, თხოვეს რომ ბავშვს დაგვეყვანა. და რეალურად ნახველი თვითმხილველი მე მგონი არ არის ცნობილი და ესე ვიღაცას დაურეკა და ესეთ სიტუაცია. Facebook-ზე დაიდოა მგონი ინფორმაცია, რომ ლეოპარდია შემჩნეული ქობულეთის ქუჩაზეო და დაურეკეს ყველა მშობელს და მოვარდი რომ წავეყვანო ბავშვი.